საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო და მომიტევეთ რომ ეხლა ლაივს ვერ ჩავთავ. მაგრამ თქვენთან მოვედი საჯარო გაშლით. მოდი ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ თუ რა გააცნობიერა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა ამ განშორების ჟამს. დაასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ და მე დავიწყებ ეხლა თქვენი დახასიათებით. თუ რა ენერგიებში ხართ. კიდათ ახალის დაწყება, თქვენ უკვე ახალისთვის ემზადებით, თქვენ უკვე ახალი დაიწყეთ, თქვენ უკვე გადაწყვეტეთ რომ სიახლეებს გაყვეთ, რადგან ძალიან მოტყუებული დარჩით წარსული ცხოვრებიდან მეგობრებო. ეხლა უბრალოდ აქამდე ვერ უპირისპირებდით ფაქტებს ერთმანეთს და გაურბოდით და ემალბოდით ამ სიტუაციას, მაგრამ ეხლა გადაწყვეტეთ რომ ყველაფერი გამოასწოროთ. თუმცა აქ ხართ ისეთი ადამიანები, ვინც არასტაბილურობიდან გამოდიხართ უკვე ან გამოხვედით უკვე და უკვე გადაერთეთ საკუთარ თავზე მეგობრებო, რადგან ქვემოდან გაქვთ კოშკი და ეს კოშკია და ნგრევები არის ძველის დასასრული და ახალის დასაწყისი მეგობრებო, თქვენი სურვილების ასასრულებლად. თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას და თქვენს ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება და გავარკვიოთ ეხლა რა გააცნობიერა ჩვენმა პარტნიორმა ამ განშორების ჟამს. რა გააცნობიერა პარტნიორმა მეგობრებო. გააცნობიერა ის რომ ძალიან ცუდათაა უკვე. ის გააცნობიერა რომ უკვე დაგკარგათ. ნახეთ როგორ ბჟუტავს სანთელი. გააცნობიერა ის უკვე რომ უკვე ვეღარ ანათებს, ვეღარ ანთია მეგობრებო. აი საერთოდ ვეღარ არის კარგად. ის რომ ძალიან ცუდათაა. ის რომ ეხლა ახალი შესაძლებლობები უნდა მოძებნოს, ახალი გზები და ახალი ხერხები უნდა მოძებნოს და ამაზე ნერვიულობს, რადგან ძველმა აღარ გასჭრა, ძველმა ხრიკებმა. კიდევ რა მეგობრებო, რა გააცნობიერა? გააცნობიერა ის რომ ბალანსში უნდა მოიყვანოს ურთიერთობა. კიდევ რა გააცნობიერა? ხო, ის გააცნობიერა მეგობრებო, რომ თქვენ ხართ მისთვის აი ესეთი ადამიანები, იმპერატრიცები, იმპერატორები და აი თვითონ როგორაა მოყირავებულია მეგობრებო. თქვენ უფრო პასუხისმგებლობაში ხართ ეხლა ვიდრე თვითონ. ანუ თქვენ უფრო პასუხისმგებლიანები ხართ ეხლა და მას ძალა აღარ აქვს ამ ყველაფრის. თუმცა მეგობრებო, ხართ აი წყალში ხართ, მაგრამ ნახეთ როგორ თქვენ უფრო ძლიერად გახართ ფეხზე ვიდრე თქვენი პარტნიორი და თქვენს პარტნიორს მეგობრებო, ხო, ძალა აღარ აქვს უკვე, აღარც რწმენა აქვს, აღარც არაფრის რჯერა, ძალიან გულგატეხილია, ძალიან ნერვიული ფონი აქვს. აი თქვენ კი აი ესე ხართ გაწონასწორებულები. თქვენ უკვე ყველაფერი მიხვდით, როგორ რა უნდა გააკეთოთ, როგორ რა უნდა, აი მეგობრებო, თქვენი პარტნიორი, თქვენმა პარტნიორმა გააცნობიერა ის, რომ გრევებშია უთქვენოთ. თქვენ კიდევ აი ესე ლამაზად ხართ წყნარად და ის თვითონ გრევებშია, კი. გრევებშია, მაგრამ იგიც გააცნობიერა, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ახალი უნდა დაიწყოს მეგობრებო, კი. ძალიან უსამართლობა ხდება მის მხარეს, მისთვის უსამართლობა ხდება. თუმცა უსამართლოდ გექცეოდათ აქამდე თქვენ, უსამართლოდ იქცეოდა თქვენთან, უსამართლოდ გპირდებოდათ და აი ზოგადად ის რაც იმედები გქონდათ დამყარებული ამ ადამიანთან მეგობრებო, ძალიან უსამართლოდ მოგექცათ. აი თვითონ დასვა რაღაცაზე წერტილი, აი თვითონ დასვა მეგობრებო. თვითონ დაასრულა ეს ურთიერთობა. ან იცით როგორ მოიქცა, ისე მოიქცა და გაიძულათ რომ თქვენ გექციათ ზურგი, თქვენ წასულიყავით, თქვენ გამოსულიყავით ამ ურთიერთობიდან. კი, რა გააცნობიერა მეგობრებო? გააცნობიერა ის რომ მოგატყუათ. გააცნობიერა ის რომ ეხლა რთულ სიტუაციებშია და რა გააკეთოს აღარ იცის. ზოგიერთის პარტნიორი 21-დან 35, 40 წლამდე ასაკის ადამიანია მეგობრებო. ქალი მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა. გააცნობიერა ის რომ უკვე ბალოტშია. ბალოტში ცურაობს თვითონ. გააცნობიერა ის რომ ნახეთ ქვემოდან რა კარტია, მზე აღარ ყავხართ მისი სახით, თქვენი სახით. გააცნობიერა რომ ის რომ უკვე ფანტაზიებში და ილუზიებშია და მოლაპარაკებებზე უნდა წამოვიდეს, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ხვავი და ბარაკა. კი, გააცნობიერა ის რომ თქვენოთ ცუდათაა, ძალიან ცუდათაა. გააცნობიერა ის რომ ძალიან ბევრი ცუდი ამბებს გებულობს. ან თქვენთან მოაქვენ ცუდი ამბები და მას ეს არ აწყობს. ნახეთ ჩაქრა სანთელი მეგობრებო. ჩაუქრა სანთელი აღარ ყავხართ. ხო, ისიც გააცნობიერა რომ ამ ერთ წრეზე სიარულით დაიღალეთ და რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს. სხვანაირად არ გამოუვა, კი. ახალი უნდა მოიფიქროს. ის რომ დანაკარგებშია ძალიან ბევრს.
ძალიან ბევრი დააკლდა, ძალიან ბევრი დაკარგა მეგობრებო. ძალიან ბევრი დაკარგა. კი, კიდევ რა გააცნობიერა. რა გააცნობიერა მეგობრებო და აქამდე თუ ფაქტებს ვერ უპირისპირებდა ერთმანეთს, ეხლა სავარაუდოდ სიმართლეს უნდა ჩახედოს თვალები, გაუსწოროს უნდა სიმართლეს თვალები და უნდა იმოქმედოს. ხო, ეს მოქმედების კარტია, დროა უკვე იმოქმედოს თავისი ოცნებებისთვის, თავისი სრულებისთვის. თუ კი უნდა რომ რაიმეს ეღირსოს სამქვეყნოდ. ხო? ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. კიდევაც უნდა იბრძოლოს, კიდევაც უნდა იმოქმედოს, კიდევაც უნდა მოილაპარაკოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს აბსოლუტურად, კი? და ეს ურთიერთობა ტრანსფორმაციაში უნდა გადაიყვანოს. თუმცა აქ პაუზაა მეგობრებო. არ გეგონოთ რომ დასასრულია, არ გეგონოთ რომ მისთვის არ არსებობთ. არ გეგონოთ რომ ბალანსში არ მოხვალთ. მოხვალთ ბალანსში, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება დრო. ნახეთ, სიახლები დაიწყება. ამისთვის იბრძოლებს. იბრძოლებს ამისთვის მეგობრებო, კი, არ ინერვიულოთ. უბრალოდ დრო დაჭირდება ამ ყველაფერს და თქვენ ახლა თუ გაქვთ სურვილი დაელოდეთ, თუ არა და მეგობრებო გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება მის გარეშე. რატომაც არა. რატომაც არა, მეგობრებო. კიდევ, უბრალოდ დრო გვაქვს, კიდევ და რა გააცნობიერა. აი რა ხართ მისთვის. მეგობრებო, რა გააცნობიერა და ის გააცნობიერა რომ აი ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს, ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს, ნებისყოფა უნდა მოიკრიბოს, ძალა უნდა მოიკრიბოს, დადგეს უნდა ფეხზე. და ამ მკვდარი ვინოკიდან უნდა გამოვიდეს. ხა, ამ ყვილებიდან უნდა გამოვიდეს. ამ პრობლემებიდან უნდა გამოვიდეს და ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს. კი, აი თქვენ, აი რა დღეში შეგიყვანათ. თავისი წასვლით. თვითონ წავიდა ამ ურთიერთობიდან, თვითონ გააფუჭა საქმე. როგორც გააფუჭა მეგობრებო, შეცდომები ისევე უნდა გამოასწოროს მან თვითონ მისი შეცდომები, კი. მოკლედ, უნდა ამ ადამიანს რაღაც თავისუფლება და აბატონო თავისუფლება მიიღო, მაგრამ უთქვენოთ თქვენს გარეშე. აი თქვენ როგორები ხართ? თქვენ ძალიან მშვიდად ხართ, თქვენ გადართული ხართ თქვენი ცხოვრებით, თქვენ ცხოვრებაზე ბრძოლობთ მეგობრებო. ხო, უთქვენოთ დამშვიდდა. კი, თავისუფლება უნდა და მიიღო. ხო, თქვენ ძალიან კარგად ხართ. მასთან შედარებით, ეხლა ვიცი, ბევრი დამიწერთ, არ ვარ კარგად, ძალიან ცუდად ვარ, ასე ვარ, ისე ვარ. მეგობრებო, თქვენ არ იცით ის როგორაა. და იმიტომ გონიათ, რომ თქვენ უარესად ხართ და ის კარგადაა. ამ დროს პირიქითა მეგობრებო. შეიძლება თქვენც ცუდად იყოთ, მაგრამ ის თქვენზე უარესადაა მეგობრებო. ასე რომ კი. რა რჩევას მოგცემ სამყარო? თქვენ რა რჩევას მოგცემ სამყარო? მეგობრებო, რა რჩევას მოგცემ სამყარო? ყულა ნერვიულობ, ყულა გაქვთ უძილობა, მეგობრებო. ყულა გაქვთ უძილობა, წასასვლელი უნდა წავიდეს, დასარჩენი დარჩება. ვინც წასვლილია წავა, ვინც მოსასვლელია მოვა, მეგობრებო. ესეთია ჩემი პასუხი. არ ინერვიულოთ, თუ მოსასვლელია მოვა, თუ არა და დაემშვიდობეთ. ხო, უნერვიულობთ. დასაკარგი დაკარგულია, წასასვლელი წასულია, წამსვლელი წასულია მეგობრებო, ასე რომ ვისაც უნდა წასვლა წავიდა და ვისაც უნდა მოსვლა მობრუნდება. ესეთია დღევანდელი პასუხი. მაპატიეთ, მაგრამ ესეთია დღევანდელი პასუხი. თქვენი რჩევა რა არის ის, რომ მიიღოთ ეს სიტუაცია როგორც არის და თუ კი ეს ადამიანი თქვენია და სამყარო ჩათვლის რომ უნდა მოვიდეს, მობრუნდება. ან თუ უყვარხართ ამ ადამიანს, მობრუნდება მეგობრებო, ასე რომ არ ვიცი რამდენად გაკმაყოფილებთ ეხლა ჩემი ესეთი საუბარი, მაგრამ ნუ სხვა გზა არ მაქვს, კი. მოსასვლელი მოვა სტაბილურობით. აი მეგობრებო. ხო, პრობლემების გადაჭრით, გამარჯვებით. კი, მეგობრებო. გამარჯვებით. ოღონდ უყურეთ ეხლა. თუ კი თქვენი პარტნიორი მოვა ისე, რა უნდა გაითვალისწინოთ? დარჩევა. დააკვირდით კარგად თქვენს პარტნიორს. თუ კი მოვა ეს ადამიანი, დააკვირდით რისთვის მოვა და როგორ მოვა. ისევ ფარული მოტივით არ მოვიდეს და ისევ არ მოგატყუოთ რაიმე მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან. კი, ისევ იმედი არ გაგიცრუოთ. ამასაც დააკვირდით. რად გინდათ ესეთი მოსვლა, ესეც საკითხავია. გინდათ? იქნებ არ გინდათ. კითხოთ თქვენ თავს მეგობრებო. იქნებ არ გინდათ. და ბოლო კარტი. манипуляციები და შემოთავაზებები მეგობრებო. ეს ადამიანი მოვა ისევ манипуляციებით. კი, манипуляციური სიყვარულით, მაგრამ კარგად უნდა დააკვირდეთ, თქვენ გაწყობთ ესეთი ადამიანი მეგობრებო, იქნებ კარგად გაიხსენოთ რა გაიარეთ და ეს არასოდეს დაივიწყოთ, ასე რომ იგივე წრეზე სიარულის უფლება მე მგონი არ უნდა მიცეთ ამ ადამიანს. მშვიდობიანი ღამე და გელოდებით კომენტარებში. მადლობა ყველას.